ლეჩხუმის მთებში ზღვის დონიდან 1200 მეტრზე არის სოფელი, რომელმაც იცის მშვიდობის ის საიდუმლო, რასაც მსოფლიოს საუკუნეები აეძებს. ისტორიულ წყაროებში ლაილაში მოხსენებულია როგორც მრავალფეროვანი ეთნიკური სავაჭრო ცენტრი. აქ ცხოვრობდნენ ქართველები, ბუნებრივია, ბერძნები, სომხები და ებრაელები. განსაკუთრებით საინტერესოა ეს ორი უკანასკნელი ერები, რომელთა თანაცხოვრებაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არც თუ ისე მშვიდობიანი იყო, მაგრამ სოფელ ლაილაში ყველაფერი იყო სხვაგვარად. წარმოიდგინეთ ერთი ვიწრო გზა, რომლის გასწვრივაც გვერდიგვერდ მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია და სინაგოგა დგას. აქ სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, თუმცა ერთმანეთის ყოველთვის ესმოდათ. სხვადასხვა ლოცვას აღავლენდნენ, მაგრამ ერთმანეთის დღესასწაულებს პატივს სცემდნენ და მშვიდობის უნიკალურ კოდს ინარჩუნებდნენ. სწორედ აქ ლაილაშია გადაღებული პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის უმნიშვნელოვანესი კადრები, სადაც აკაკი წერეთელი ჩანს. ამ მთებში საუკუნეების მანძილზე ინახებოდა ლაილაშის ბიბლია, მე-10 საუკუნის უნიკალური ხელნაწერი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. მაგრამ რა ბედი ეწია ამ სიწმინდეს, რა დარჩა ძველი ჰარმონიიდან დღეს და რა არის ის ძალა, რაც ამ ადგილს კვლავაც გამორჩეულს ხდის. აქ ოფილა ეს სახლი მთლიანად ებრაელის. ეს რომელ წლებში? სანამ კომუნისტები შემევიდოდნენ, მანამდე. მე ახლა მაგენი ჭკვიანი ხალხი არიან, მაინც ჩამოართმევდნენ და გადასცა საჩუქრა თავრობას. საჩუქრა და ამ შენობაში იყო საბჭო, ტელესადგური და სალაპარაკო ფოსტა ამ შენობაში. როგორი დახლებია? ყველაფერი ხელუხლებელია. ის აშკარად საბჭოთა დროინდელი ტელეფონია. საბეჭდი მანქანაც. ახლოს ვერ მივდივარ, თუმცა საბეჭდი მანქანაა, ხო? უჯრებით დატოვებული. დალი დეიდა გილოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს. ფოტოც არის ტერაბოშის. ბათუმი. ენგელსის ქუჩა, ნომერი 4. ნეტა ვინ ცხოვრობს ახლა? თუ ცხოვრობს ტუსკია ზურაბი. ვა! ეს კარადას ეწყობა ძალიან ძველია, თავისი ფეხსაცმელებით. წამის მიასედებში საბჭოთა კავშირის პერიოდში აღმოუჩნდით. აი, აქ უკვე ჩაშლილია შენობა. ნახეთ, იქვე ყველაფერი შემორჩენილია, დაალაგებულია საბუთები სეიფის გვერდით თაროებზე. ხედავ სეიფს? და სკამებით. ჩაიკა. ანუ ადგილობრივებსაც არაფერი არ გაუტანიათ გამოდის აქედან. გეუბნები. ჩავცვიდეთ ერთი. აქაც სულ საბუთებია და ძალიან გაგვიგრძელდება ბაჩი ამ ყველაფრის თვალიერებას თუ შევყევით. გავაგრძელოთ ლაილაშის ისტორია. თქვენ ადგილობრივები ახლა ამ ყველაფერს უვლით? ვინაა მომვლელი? ეს მიტოვებულია და ის მე რო გეუბნებით, ის მამუკა შვეთი არის თქვა. ის დაინტერესდა სურაფედები და იყო და მუზეუმად უნდა აღადგინიო. ესე იგი არის იდეა, რომ აქ გაკეთდეს მუზეუმი. მუზეუმი და ეს შენობა რო აღდგეს. რანაირ ნაკეთებია ხო უყურებ და მაშინდელი ნაკეთები. ალამაზი კარია, ეს კარიც ძველი იქნება. ძველი ნაკეთები, ეს რეშოტკა კიდო რანაირი ნაკეთებია, ძველი, მაშინდელი, ეგი.
აფერი არ გამოუცვლია. არაფერი არ შეცვლილა. არა. თქვენ აქაური ადგილობრივი ბრძანდები? კი, გენაცვალე ადგილობრივი. აგერ ამ სახლის შემდეგ სახლია იქ ცხოვრობ. მე აგერ რო ჩვენ სახლა აგერ სახლი. ხუდი სვანურია. სვანეთში ცხოვრობდი და მიტოვატარები იქ გევიზარდე. მე ვარ ხელოსანი მეწავე. აზიაცები დეგი ანსამბლისტვის მაგ შეკერილი. ჩემ ფეხსაცმელები მოგწონთ? კარგია, დიდებულია. ხო და მე 51 წელში რესპუბლიკურ ოლიმპიადა ჩატარდა და ვღებულობდი ცეკვავს. სვანურ ცეკვას, ცერებზე, მოკლედ ოპერაში გამევედით, მაგარი იყო. რამდენად გახსოვთ ებრაელების და სომხების ეს ერთობლივი თანაცხოვრება? საკმაოდ მშვიდობიანი. მშვიდობიანი, ისეთი მეგობრული ცხოვრება იყო, რომ მეტი არ შეიძლებოდა. მე 7 კლასამდე აქ ვსწავლობდი და მე ჩემი ოჯახი სვანეთში გედევიდა და აქ ჩემთან არანაკლები 15 ებრაელი მაინც სწავლობდა ჩემ ჯგუფში. თუ ვინმეს უჭირდა ებრაელებთან რომ მივიდოდნენ, ფულსაც ესხნიდა და ყველაფერს და ეხმარებოდა. ძალიან კეთილი ხალხი იყო. თქვენ რო პატარა იყავით, აქ თუ გქონდათ კიდევ სავაჭრო პატარა ცენტრი თუ იყო გახსოვთ? კი, გენაცვალე. იქ სომხების ეკლესია როა. იქ იყო დახლი გაკეთებული, გრძელი. და რა იყიდებოდა? პროდუქტი შემოხონდათ ყველაფერი. რაჭა, ლეჩხუმი და სვანეთი აქ დადიოდნენ სავაჭროდ. ცხენებით მოდიოდნენ? ცხენებით, სად იყო მანქანა. აქ ცხოვრობდა ცოლ-ქმარი იყო, ებრაელები. ბოლო ებრაელები, რომლებიც ამ სოფლიდან წავიდნენ, სწორედ ამ სახლში ცხოვრობდნენ. კი, ასე გამოდის. რა ენაზე ლაპარაკობდნენ ებრაელები? ქართულად. ჩვეულებრივად ქართულად, ხო? აქ არის სინაგოგა, სადაც ებრაელები ლოცულობდნენ და ჩვენ პატარა ბავშვები რო ვიყავით, შევდიოდი დღესასწაულები რო იყო, ვესწრებოდით, შიგნით არის ლოჟა. ლოჟაზე ვიყავით და უყურებდით ყველაფერს, რაც ტარდებოდა აქამდე გენასვალი. ხო, ანუ წინააღმდეგნი არ იყვნენ, ჩვეულებრივად მოგებოდეთ, პირიქით უხაროდათ, ამდენი ხალხი რომ მიდიოდა და ესწრებოდა ასეთ რამეებს, მაგათ დღესასწაულის ამბებს რო ესწრებოდა. პირიქით უხაროდათ. როგორი ძველია. ბრძანდი გენაცვალე, მიბრძანდით. როგორი სიგრილე და როგორი ექოა. მობრძანდით, ოღონდ ფრთხილად. აი გენაცვალე ისა იაკობ სოფიაშვილის სურათი ეგ დადგმული როა. ვინ არის ეს? ეს ამან გააკეთა, თუ რამე გააკეთა ლაილაში. კითხვაზე ვინ იყო იაკობ სეფიაშვილი, ლაილაში მარტივად გიპასუხებენ. მეტიც, ადგილობრივები მას დღემდე სიამაყით იხსენიებენ. ეს ნიშნავს, რომ სეფიაშვილების გვარი აქაურობისთვის განათლებასთან, ერთგულებასთან და კულტურულ პატრონაჟთან ასოცირდება. ლაილაშის ისტორია წარმოუდგენელია იაკობ სეფიაშვილის გარეშე. ის იყო ქართველი ებრაელი, საზოგადო მოღვაწე, მეცენატი და ამ კუთხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მცველი. დღესასწაულები როცა იყო გენაცვალე ზევიდან უყურებდი. ზემოდან უყურებდი. რა ხდება? აგვიშოვდნენ ზევით და ყველაფერი. და მკაფიოდ რა გახსოვთ, რა ხდებოდა? მაიცად გითხრა აგერ გენაცვალე, ახლა წამობძანით აგერ აქ დგას კარადები. ამ კარადებში იყო რა იცი? ებრაელური ხელთნაწერი იყო დიდი რაოდენობით და იყო როგორი ფორმის იცი? ხელი ქონდა მოსაკიდი იმას. ხო და გადახსნიდი ამას და შიგნით იყო ებრაელური ნაწერები. და ის გამოჰქონდათ. ასე დეიკავებდნენ ამას, ასე კერძზე მიუყუდებდნენ ამას. ასე და დეიწყებდნენ სიარულს და ღეროდნენ. იეშიე სიმხათორა ბესიმხათორა. იეშიე სიმხათორა ბესიმხათორა. ასე იმეორებდნენ. შემდეგ ახლა სახში ხო რუდამთავრდებოდა ეს დღესასწაული, შემდეგ კიდევ ასე გეიკეთებდნენ მაჯებს და ჩუქნდნენ დიდი რაოდენობით ფულს მით სახში მიიღო. ასე. აბა დამჯდარი. აბა ხო და ფულს უხდიდნენ. ის დიდარი ებრაელი რომელიც იყო ის ვინც მიიყვან და იმას უხდიდა ფულს. საუბარია ებრაულ დღესასწაულზე სიმხათორა, რაც ებრაულად თორის სიხარულს ნიშნავს. ამ დღეს ებრაელები ასრულებენ თორის ხუთწიგნეულის კითხვის წლიურ ციკლს და მაშინ მიიწყებენ ახალს. დღესასწაულზე ებრაელები წმინდა ხელნაწერებისადმი სიყვარულს საყოველთაო ზეიმითა და ცეკვით გამოხატავდნენ.
ეს იყო თორის სიხარული, რომელიც ლაილაშელებისთვის საერთო დღესასწაულად ქცეულიყო. ლაილაში ცნობილია ზოგადად თავისი ბიბლიით, რომელიც დაახლოებით აღმოაჩინეს 1940-იან წლებში. ბიბლია უნიკალური იმით, რომ ის წარმოადგენს ძველი აღთქმის კრებულს და ასევე მაზორაჰის კრებულს. ასევე ექსპერტები ვარაუდობენ, ბიბლია ლაილაში მოხდა მე-16 საუკუნეში, მას შემდგომ, რაც სეფერადების მიგრაციის შემდგომ აღმოჩნდა ლაილაში ესპანეთიდან. აქ ინახებოდა სინაგოგაში? აი ის წმინდა კიდობანი ეწოდება, იქ ჩრდილოს სამხრეთ-დასავლეთით არის კიდობანი და მანდ ინახებოდა სწორედ ეს ხელნაწერი. დღეს ის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება, რადგან ხელნაწერი საკმაოდ ღირებული არის, ამაზე მეტყველებს 1990-იანებში მისი მოპარვა სადეს. ეს არეულობები რო იყო ალბათ მაშინ აფხაზეთის ომის პერიოდში დაახლოებით. ხელნაწერთა ინსტიტუტის დაცვის წევრ შესთავაზეს $50,000 ამ ხელნაწერის სანაცვლოდ, თუმცა და ვინ შესთავაზა? უცნობია. 70-იანებში წადეს მისი მოპარვა, თუმცა უშედეგოდ და დღეს კარგი არის და დაცული არის ხელნაწერთა ინსტიტუტში. თავად სინაგოგა როდის აშენდა აქ ლაილაში? ეს აშენდა 1860-იან წლებში. ვარაუდობენ, რომ მანამდეც არსებობდა აქ სინაგოგა, უფრო პატარა ზომის. სინაგოგის მასშტაბი წარმოადგენს იმას, რომ ებრაელები აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყვნენ და ასევე დიდია ხო სოფლის კვალობაზე? დიდი გამოდის. ასევე ინტერიერით დავაკვირდებით, ზედმეტად სადა არის, რაც მიანიშნებს იმას, რომ იმ დროინდელ ეკონომიკურ სოციალურ მდგომარეობას გამოსახილი არის ეს. თეთრი ქვით ნაგები, რაც ადგილობრივი ეს არის თეთრი ქვა? დიახ. და ორნამენტები 19 საუკუნისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით გამოირჩეოდა. ახლა რესტავრირებულია, შეიძლება ცოტა შეცვლილი არის. ვარაუდობენ, რომ შიგნით კედლებზე იყო წარწერაც ებრაული, მაგრამ ახლა აღარ არის. ებრაელებს, სომხებს და ბერძნებს აქ რო ცხოვრობდნენ, მარტო განარცხებდათ რელიგია. დანარჩენი თითქმის ყველა დიალექტი, ენა, წესჩვეულება საერთო ჰქონდათ. ამით არის ეს სოფელი უნიკალური და გამორჩეული. ანუ ჯერ ებრაელებით იწყებოდა დასახლება და შემდეგ სომხები. შემოკავებულები და რამეები არ ქონიათ, როგორც გადმოცემით ვიცი ახლა მე, ჩვეულებრივად სავაჭრო მაზრა იყო, გამოქონდათ, ყიდიდნენ და შემოკავებულებში ღობეს გული ხო? ღობეები ხო არ ქონდათ, პირდაპირ სახლები და ბევრი შვილები. შვიდი, ვა, ხუთზე ნაკლები რომელი შეყოლებული. მამა ჩემისგან ვიცი რომ ისავრაფი ებრაელები და ქართველები ძალიან კარგად იყვნენ ერთად. გითხარი, აქედან არიან წასულები, რაც ებრაელები ონში, ქუთაისში, ყულაში აბა ყველა აქედანაა წასული. აქედანაა მომრავლებული. ვაჭრობა ქუთაისში ყავთ უკვე აღარ იყო სოფელში ისეთი ვაჭრობა. ხო გაიზარდა. გაიზარდა ყველაფერი ბაღასიები შეიქმნა, რაღაცა შეიქმნა და აღარ იყო ამათი ვაჭრობა. ყველაფერი დარჩა ისტორიად. როგორც კი შემოვედით სოფელში, შევნიშნე რომ რაღაცა უფრო თავშეყრის ადგილია ეს. რა ადგილი იყო? ეს იყო ცენტრი. აქეთ ცხოვრობდნენ ებრაელები, ხოლო აქეთ ცხოვრობდნენ სომხები. ხოლო ეს იყო ცენტრალური მოედანი, ანუ ცენტრალური მოედანი ყოფდა ებრაელებს და სომხებს. აქ იყო განვითარებული ვაჭარ-ხელოსნობა ამ ტერიტორიებზე. 1904 წელს აქ გაჩნდა ხანძარი, შაბათი დღე იყო, შაბათი დღე ებრაელები. ანუ შაბათი დღეა და გაჩნდა ხანძარი. დიახ. ებრაელებისთვის არის უქმე დღე არ შეუძლიათ მუშაობა, ამიტომაც შაბათი დღეს მათ ეკრძალებოდა ზოგადად შრომა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლიობით ჩააქრეს ხანძარი. ანუ რა გამოდის, რომ ეს მიანიშნებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა რამდენად ჭიდროდ ურთიერთობდა ერთმანეთთან და რამდენად შეკრული იყო. იმდენად წმინდა იყო და არის ბუნებრივია შაბათი დღე ებრაელებისთვის, რომ ცეცხლის ჩაქრობაც კი არ შეეძლო. ჩააქრეს ქართველებმა და სომხებმა. დიახ. და ებრაელების სახლებიც იწვევდა მათ შორის, ხო? დიახ, 150 სახლი დაიწვა და 30 მაღაზია. სკვერპლზე არ არის საუბარი, უცნობი არის. ბელორუსიაში, უკრაინაში, პოლონეთში ყველგან დევნიდნენ ებრაელებს საშინას, გიგე შობა დღეს, გიგე ზაპოროჟიის კაზაკები რო არ მეეკლათ ოჯახიდან ერთი ებრაელი ქრისტიანები არა ვართ, ასე იყო, ჩვენთან ერთხელ არ მოხდარა რამე, რომ მაგენისთვის ვინმე შეურაცხყოფა მიეყენებია ჩვენთან.
26 საუკუნე. ჩვენთან არასდროს ანუ სოფელს მსგავსი რამ არ ახსოვს რომ რაღაც მომხდარი არაბით არის, არავის მაგენთან ჩვენთან. მე მაგალითად შაბათ, ყოველ შაბათ 3-4 ოჯახს ესუნთებდი. კვირა საღამოს გამოანელებდნენ ცეცხლს, შეაწყობდნენ ფირს რაღაცას და კუნჩალა, ასე სიმინდის კუნჩალა არის ის. კი, როგორ არის სიმინდის ფოჩოჩოები, ხო? ო, იმას ჩამბალი იყო ნაფჩი და მე უნდა მივსულიყავი. ეკუნჩალა უნდა მომეღო ნაპირი და სანაფთე და უნდა შემედო და მიმეკიდები ეს პიჭკა. მოიცა შაბათ დღეს შაბათ დილას არავითარ შემთხვევაში იგენი არასდროს არაფერს არ გააკეთებდნენ და ამას ხო შევაენთებდი მე. ამით ახლა მაშინ გაჭირება იყო ახლა რომ კანფეტებია და შოკოლადების არ იყო ასე გიგება. ასე უბეს გამიფსებდნენ შოკოლადებით, ნუგა კანფეტები იყო მაშინ. და შაბათ დღეს იგენი არავითარ კეიფობდნენ ღვინოს ქაშერს სვამდნენ ქაშერს მაგრამ ქართველები ბევრს არ სვამდნენ როგორ ფიქრობთ ანუ რამ შექმნა ესეთი გარემო რომ ესე მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვა რამ შექმნა და მე მგონია შექმნა აი როგორ აგიხსნას ახლა იცი ქართველებმა ჩვენ ამჩენიმა გვითხრა ჩვენმა მეფეებმა დავითის თამამავლები ვართ ჩვენო ბაგრატიონები იყვნენ დავითის თამამავლები. ეგენი არ უარყოფდნენ რომ ებრაელური სისხლი ჰქონდათ მათ ჩვენ მეფეებს, ბაგრატიონებს და აქედან და თან ქრისტე ხო განვით ქრისტე ხო ებრაელი ისრაელიდან იყო. იგი და ამანში აყვარა ეს ამანში აყვარა ქართველს და ებრაელს თავი ერთმანეთში იგი აღსარებლობა სხვადასხვა ხო იყო. მაგრამ მაინც ძალიან სერიოზულად ვიყავით ერთმანეთს. მე რასაც გიყობით, ამას ვერ ვამბობ კიდე რომ როგორ იყო ეს მეგობრობა. ასევე სომხებთან იგივეა. ახლა რომ მოდიან ჩემი ტურისტები აქედან და ველაპარაკები, რას აკეთებენ ქართველი ებრაელები იქინე. ახლაც ვაჭრობენ, იქინე მაღაზიები აქვს თუ რაღაცა. ხელსაქმე თქვათ. ხელსაქმე ტუფლების კერვა, ჩექმების კერვა, შარლების კერვა, ყველაფრის კერვა. როგორც სომხები. კონკურენციაში ერთმანეთთან ფულთან იყო კავშირი, მაგრამ როგორც ასე ომი არ ქონდათ ერთმანეთთან. ჯანსაღი კონკურენცია. გაამზადებდნენ დასტანიყი. ო, ის კაი იყო. ფული საითლებოდა, ფული, ებრაელების ფული. ფული ყველას უყვარს. ახლა მე ახლა როდის ჩამოსახლდნენ და როდის დასახლდნენ ზოგადად ებრაელები? დამაზე არსებობს ორი თეორია. პირველი თეორიის თანახმად მე-16 საუკუნეში, როდესაც ახალციხეში ოსმალები შეიჭრნენ, მაგ პერიოდში სომხები და ებრაელები მათ ჩრდილოეთ საქართველოს შეაფარეს თავი. და ისინი ღამე მოვიდნენ ამ ადგილზე და სახელწოდება ლაილაში ვარაუდობენ, რომ სწორედ აქედან მომდინარეობს, იმიტომ რომ თვარი უნათებდათ მათ ღამეს და ლაილა არის არაბული სიტყვა და ნიშნავს ღამის. რაც შეეხება მეორე თეორიას, 26 საუკუნის დასახლდნენო ებრაელებიო, მაგრამ დასახლდნენო სვანეთშიო. ხოლო შემდგომ ისინი ჩამოსახლდნენ თაბორში 26 საუკუნის წინ. დიახ, მე-6 ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში, როდესაც ბაბილონური ტყვეობა მიმდინარეობდა მაგ პერიოდში. ხო და საინტერესოა. ჩამოსახლდნენ სოფელ თაბორში და აქ არის თაბორმა მიიღო სახელწოდება ისრაელის თაბორიდან გამომდინარე. ხოლო მე-6 საუკუნეში თაბორში მოხდა მიწისძვრა, რის შემდეგაც მოსახლეობა გადმოვიდა უკვე ლაილაში. რაც შეეხება რატო აირჩიეს ლაილაში გადიოდა საქარავნო გზა და ვაჭრობისთვის იყო შესანიშნავი. იდეალური ადგილი. დიახ. რაც შეეხება სომხებს, ვარაუდობენ, რომ სომხები გაცილებით უფრო ადრე დასახლდნენ აქ, ვიდრე ებრაელები დასახლდებოდნენ, მათ არ იცოდნენ სომხური ენაო. და ეს ტაძარი, რომელიც არის დაშენებული 1850 წელს, აქ ტარდებოდა წირვები, ოღონდ ტარდებოდა ქართულ ენაზე და დიაკვანად იხსენიებდნენ და არ იხსენიებდნენ ტერტერად. ამ ეკლესიაში, რომელიც აშენდა შემახსენეთ როდის? 1850 წელს. 1850 წელს და ფაქტობრივად აღარ არის შემორჩენილი გარდა ეს ორი მთავარი კედლისა და ეს თაღებია ძალიან საინტერესო. აღსანიშნავია ისიც, რომ ანუ ეს ტაძარიც და სინაგოგა წარმოადგენს ლეჩხუმის ადგილობრივი კულტურის გამოვლინებას. ბერძნებსაც შეეხებათ, ბერძნებზე უფრო გვიან ჩამოსახლდა ერთი ქვის ხელოსანი დასახლდაო და მან შეერთო აქ ცოლი და ოჯახით გამრავლდნენო. მე-20 საუკუნის დასაწყისში 100 კომლი ებრაელი ცხოვრობდა და 120 კომლი ქართველი ცხოვრობდა.
ხოლო მე-19 საუკუნის პერიოდში 300 კომლი სომეხი ცხოვრობდა და 500 კომლი ებრაელი. სკოლის შენობასთან მოვედით. როდის აშენდა ლაილაში პირველი სკოლა? 1871 წელს აშენდა ეს სკოლა. მაზრაში პირველი სკოლა იყო ეს. იყო თავდაპირველად ორკლასიანი სასწავლებელი, აქ სწავლობდნენ როგორც ქართველები, სომხები, ებრაელები. აღსანიშნავია ერთი საინტერესო ფაქტი, რომ აი ებრაელები 4 კლასიდან გაყავდათ სკოლიდანო და ასწავლიდნენ უკვე ვაჭრობას. სკოლას არ ამთავრებინებდნენ, ესე იგი ასე გამოდის. და პირდაპირ ვაჭრობა. ამ სფეროში ამობენ, მაგიტო იყვნენ კარგი მევაჭრეები. რაც შეეხება სკოლას, ესე იგი გამოდის, რომ ძალიან ძველია და თან ეტყობა აი ქვების წყობით თუ იმსჯელებთ, ძალიან ძველი ნაშენია. და შემდეგ რა მოვიდა ამ სკოლას? დაახლოებით რამოდენიმე წლის წინ დაიწვა ეს სკოლა და თან დაინგრა. ამის გამო პარალელურად ახალი სკოლა აშენეს იქით. და აქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მომხდარი, ხო? 1912 წელს აქ წერეთელი იმყოფებოდა და აქ არის გადაღებული ეს ცნობილი კადრები რო არიან ერთად რო არიან ყველა. სწორედ აქ ამ ეზოში იდგა აკაკი წერეთელი, როცა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის ლეგენდარული კადრები იწერებოდა. ეს არ არის მხოლოდ წარსული, ეს თავად ამ სოფლის ცოცხალი ნაწილია, ადგილის, რომელიც მადლიერებისა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. ლაილაში იყო ტოლერანტული სოფელი, სადაც საუკუნეების წინ სხვადასხვა კულტურამ ერთი საერთო კერა იპოვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია უკეთ იქნას გააზრებული ლაილაშის როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რათა სრულად აღდგეს ის სურათი, თუ როგორ ქმნიდა აქაური მულტიკულტურული ერთობა სოფლიო მნიშვნელობის კულტურულ არტეფაქტებს და ისტორიულ მატიანეს. ეს არის ადგილი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ითხოვს შესწავლას.